სასწავლო მიზნით ლიტერატურული ნაშრომების ქსეროქსით გამრავლების დროს ავტორები ჰონორარებს მიიღებენ. სალიცენზიო შეთანხმება საავტორო უფლებათა ასოციაციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის გაფორმდა. განსაზღვრულია ტარიფიც, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამრავლებული ლიტერატურულიდან შემოსული ყოველი 100 ლარიდან ავტორებს 30 თეთრი გადაუნაწილდებათ. ფაკულტეტის დეკანატში ამბობენ, რომ ახალი პირობები ქსეროქსის მომსახურების საფასურის გაზრდას არ გამოიწვევს. სოფო ხანაშვილის რეპორტაჟი. გიორგი კვერიჩხილაძე უკვე 15 წელია ლექციებს კითხულობს. იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, 3 წიგნის და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სასწავლო სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემას თავისი კოლეგების უმეტესობის მსგავსად ხშირად ვერ ახერხებს, რადგანაც წიგნების დაბეჭდა თანხებთანაა დაკავშირებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე ტირაჟიანი გამოცემებიც ვერ იყიდება. წიგნებს კონკურენციას ავტორის ნებართვის გარეშე გაკეთებული ქსეროასლები უწევს, საიდანაც ავტორი არანაირ ჰონორარს არ იღებს. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში საავტორო უფლებების დარღვევაა, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ავტორის ნებართვის გარეშე ამ კოპიის გაკეთება და ამ კოპიის შემდგომ უკვე კომერციული მიზნებისთვის რეალიზაცია მისი პირადი შემოსავლისთვის, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. ქსეროქსის მეშვეობით სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ნაშრომების გამრავლების დროს საავტორო უფლებების დარეგულირებისა და ავტორებისთვის სათანადო ჰონორარების გაცემის მიზნით საავტორო უფლებათა ასოციაციასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა. ლიცენზიის საფუძველზე იურიდიული ფაკულტეტი ვალდებულია საავტორო უფლებების ასოციაციას სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი წარუდგინოს და ასევე ნაშრომების ქსეროქსით გამრავლებისთვის ჰონორარი გადაუხადოს, რაც ნაწარმოებების ავტორებს ასოციაციის მეშვეობით გაუნაწილდებათ. დღეს პირველი პრეცედენტი შეიქმნა, როდესაც იურიდიული ფაკულტეტის მიერ მოხდება მომავალში ყველა იმ ლიტერატურის ასლის შექმნისთვის, რაც გამიზნულია სასწავლო მიზნისთვის, საავტორო ჰონორარის გადახდა. კანონით გასაზღვრულია ტარიფიც. იურიდიული ფაკულტეტი გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების თანახმად სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სახელმძღვანელოებისა და ნაშრომების ქსეროასლების გადაღებით მიღებული შემოსავლიდან საავტორო უფლებების ასოციაციას ყოველთვიურად 0,3%, ყოველ 100 ლარზე 30 თეთრს გადაუხდის. ფაკულტეტის დეკანატში ამბობენ, რომ ახალი სალიცენზიო პირობები ქსეროქსის მომსახურების საფასურის გაზრდას არ გამოიწვევს. როდესაც სტუდენტი მიიღებს ამ ასლს, უნივერსიტეტი ასოციაციას გადაუხდის გარკვეულ პროცენტს აქედან. ანუ ეს არ აისახება სტუდენტზე, სტუდენტი ისევ გადაიხდის იმ 5 თეთრს, მაგრამ ჩვენ ვიკვისერებთ ვალდებულებას, რომ ეს თანხა, რომელიც გიგას უნდა გადაუხადოთ ჩვენ, ათვლილი იქნება იმ 5 თეთრიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 5000-მდე სტუდენტი სწავლობს. ფაკულტეტის ბიბლიოთეკით, რომელიც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების წიგნებს აერთიანებს, დღეში საშუალოდ 500 სტუდენტი სარგებლობს. აქედან 250 სტუდენტი მაინც მიზანშეწონილად თვლის, რომ გააკეთოს მისი ასლი, წიგნის სახელმძღვანელოების ასლი და სახში დაიდოს. ეს მისთვის უფრო მომგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ ნელ-ნელა ამ მასალას აგროვებს და ყოველთვის მთელი სემესტრის განმავლობაში ამას თავიდან იყენებს და მისთვის სახშიც ხელმისაწვდომი არის. ქსეროასლებიდან მიღებული შემოსავლებიდან ავტორებისთვის ჰონორარის გადახდის პრეცედენტს საფუძველი დღეს ჩაეყარა. საავტორო უფლებების ასოციაცია ლიცენზიის პირობების შესახებ ინფორმაციას ყველა სასწავლო დაწესებულებასა და ბიბლიოთეკას ეტაპობრივად მიაწვდის. ჯერჯერობით უცნობია, რომელი დაწესებულება იქნება შემდეგი, რომელიც ქსეროასლების გადაღებიდან მიღებული შემოსავლიდან 0,3%-ს ნაშრომების ავტორებს გადაუხდის.